მე მაგიჟებს ერთი რამე რა, ეხლა რომ ვაკვირდები ამ ბოლო ერთი კვირის ამბებს და ზოგადად ისე ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, იმიტომ რომ ეს ისეთი გაუსაძლისია უკვე რომ მართლა ის სიმღერა რო არის გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ, ეგეთი შეგრძნება მეუფლება გეფიცებით, აი ამ ყველაფერს რო ვუყურებ ზოგადად, ეხლა მაგალითად ტრამპი რასაც აკეთებს რა უკრაინის მიმართ, რომ ზელენსკის თანაც დიქტატორ ზელენსკის ადანაშაულებს, რომ შენ შეგეძლო ომის თავიდან აცილებაო და ნუ ამაში რას გულისხმობს ეხლა წარმოიდგინეთ, ძალიან პრიმიტიულ ენაზე რო დავიყვანო, რომ ესე იგი რუსეთი მოდის შენთან და გეუბნება რომ აი ეს ტერიტორია მე მინდა შენ ახლა ეს ტერიტორია მომეცდო რომ მე ომს დავიწყებ. აი შენ რო ომი აირიდო თავიდან ეს ტერიტორიები და ჩააბარო. გესმის? ანუ იქ რაღაცა პრეტენზიები ზედმეტია უკვე. ან რუსეთი გეუბნება რომ მე ჩემს გვერდზე არ მაწყობს განვითარებული ქვეყანა, არც ეკონომიკურად, არც თავდაცვით, არაფრით ზოგადად მე არ მაწყობს განვითარებული ქვეყანა, იმიტომ რომ განვითარებელი უფრო კარგი მონაა, ამიტომ შენ არ უნდა განვითარდე, თორემ მე ომს დავიწყებ. ხვდები, არ უნდა გააკეთო, არ შენი ჯარი გააძლიერო, არაფერი არ ქნა, თორემ მე ომს დავიწყებ და შენ ამ ომს აირიდებ თავიდან, ისე რომ დახრე თავს და ხო აი ხვალ რომ საქართველოში მოვიდეს და აი ბათუმი მინდაო რო გითხრას რა და მომეცი ხა ეს ბათუმი, თორე ომს დავიწყებ და ჩვენც ავდგეთ და მივცეთ ეს ბათუმელები ახლა გავყაროთ იქიდან და მივცეთ რუსებს წარმოიდგინეთ. პრინციპში კი ბათუმში იგივე მდგომარეობა. იმდენი რუსი ცხოვრობს, არც უთქვია მინდაო თავისთავად ჩამოცხოვრდა ეს რუსები საერთოდ. აი ესეთი მდგომარეობაა მოკლედ რა, ამ დიქტატორ ზელენსკის თანაც ეს ხო რაღაცა კომედიაა. სერიოზული კომედია ზელენსკის ეძახიან დიქტატორს, ტრამპი ეძახის დიქტატორს, თანაც წარმოიდგინეთ რუსეთის გვერდზე რომ ქვეყანაა, იმ ზელენსკის ეუბნება რუსეთში, სადაც და პუტინს არ ეუბნება რუსეთში, სადაც ოპოზიცია თუ კი ვინმე არსებობდა, მართლა ოპოზიცია და თუ კი რომელიმე ჟურნალისტმა რამე კრიტიკული კითხვა დასვა, ან მიწაში წევს და ან სამუდამოდ ციხეშია ჩაგდებული, წარმოიდგინეთ და ის არ არის დიქტატორი. ხვდებით, ანუ სად დაეშვა საერთოდ, ანუ რა ამ ერთ კვირაში როგორ შეიცვალა ღირებულებები, ფასეულობები როგორ აიღრა. ხვდებით საერთოდ, მაგრამ ამას აქვს თავისი რეზულტატი. რეზულტატი იცით რა არის, რომ აი მსოფლიოში წამყვანი ქვეყნები, ვისაც აქვს უზარმაზარი ბიუჯეტი, ინაწილებენ ამ პატარა ქვეყნებს ხურდაში, ხვდებით? მართლა ოღონდ ხურდაში. აი მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან, ეს მდიდარი ტიპები და რაც ძალიან სამწუხაროა ზოგადად, რომ ეს მილიარდერები და ოლიგარქები რაღაცა ტრენდშია, რომ დღეს მსოფლიო მართველები არიან თითქოს ჩვეულებრივ ადამიანს, ვისაც 1000 ლარი აქვს ხელფასი, აზრი არ მოეკითხება და მათ ასე მიაჩნიათ, რომ აზრი არ მოგვეკითხება ჩვენ. არც უკრაინელ ხალხს არ მოეკითხება აზრი, ხალხმა რომელმაც საკუთარ კანზე გადაიტანა საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა, რასაც გააკეთებს ნებისმიერი აბსოლუტურად, ხვალ საქართველოშიც რო დაგადგეს ვიღაცა თავს და გითხრას, რომ ეხლა მე მინდა ვის არა ქვე ბათუმს წავიღებ, მაშინ რა ხარ საერთოდ ადამიანი, რაღაცა სამშობლო, რაღაცა საერთოდ ღირებულებები, რაღაცა ფასეულობები, ხო, თუ კი ხელი არ გაანძრიო, თუ კი არ დაიცავი. იმ უკრაინელ ხალხს კი არ ეკითხებიან, კაცო, იქ შენ რაღაც წიაღისეული მომეცი, თანაც ანუ როგორი რაღაცაა წარმოიდგინეთ, რომ აი მე რომ მივიდე ახლა შენთან რომ მოვიდე და რაღაცა გიჭირს, ხო? აი რაღაცა გჭირს დაავადება, ჩვენ ეს გაგვიკეთებია კიდეც და მოვედი და გეუბნები რომ აჰა მე შენ მინდა რომ დაგეხმარო და მოგეცი ფული. ან ჩემმა ოჯახის წევრმა, იმიტომ რომ მანამდე წინა პრეზიდენტის ამბავია ეს. თანაც წარმოიდგინეთ რა, რომ აი მოგეცი მე შენ ახლა ფული დაგეხმარე და მოგადექი მე სხვა ოჯახის წევრი მოგადექი და გეუბნები, ახლა დროზე დააბრუნე შენ ეგ ფული. დროზე დააბრუნე ეგ ფული და თუ არ გაქვს ეგ ფული და თუ არ დააბრუნებ, მე სახლში მოგაკითხავ და შენს ნივთებს გავზიდავ შენი სახლიდან. აი ესეთ რაღაცას ეუბნება ტრამპი დღეს უკრაინას, ხვდებით? შენი წიაღისეული მომეცი კაცო და შენ ახლა მე ომს დავასრულებ, თანაც წარმოიდგინეთ, მე ომს დავასრულებ უკრაინაშიო, ხვდებით? ოღონდ რა ფორმით დაასრულებს? რის ფასად დაასრულებს, წარმოიდგინეთ, რომ იქ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იმ ტერიტორიებს, რასაც რუსეთი ითხოვს და რის ოკუპაციასაც ცდილობს და ესე იგი უნდა ადგეს ეს უკრაინა და ჩააბაროს ეს ტერიტორიები, ასე დასრულდება, ასე საერთოდ მეგობრებო, თუ კი ჩვენ ასე მივყარეთ ეს ჩვენი საცოდაობით ნაშენები, ქალაქები და ნაწამები და ოფლ ჩაღრილი ტერიტორიები, რაშიც რა ვიცი მე 10 წლეულები და 100 წლეულები თაობები ეჯაჯგურებოდნენ რომ რაღაცა შექმნილიყო, მაშინ მეგობრებო საერთოდ რაღა აზრი ქონია საერთოდ რამეს. ხვდებით, აი ესეთი სისულელე მიმდინარეობს ამ გადანაწილების პროცესში და საქართველოს თანაც ამ გადანაწილების პროცესში ვის რაღაცა წიხლზე კიდია, ანუ საქართველოს არავის ყელში არ ეჭხირება, ხვდები? ისინი რაღაცას კიდე ბაქიბუქობენ, ცდილობენ, რომ ამ უსამართლობას, ამ განუკითხაობას, ამ მილიარდერების ზეობას
გაუმკლავდნენ რაღაცნაირად საქართველოს საერთოდ აგერ ბიძინა ივანიშვილი ადგენს ამ საქართველოს და რატო არა ეხა რატო არ შეუთანხმდება ტრამპს და რატო არ შეუთანხმდება პუტინს ერთი კოლაბორაცია აქვს რა ჩვეულებრივი მარტო ის ხო არა ტრამპმა რო გაიმარჯვა ინაუგურაციაზე დააკვირდით რამდენი მილიარდერი იდგა საერთოდ იქ კოლაბორაცია აქვს ჩვენ ერთი მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან არავის არ აინტერესებს რას ფიქრობს მოქალაქე რას გრძნობს იმ გადაღუპულების მშობლების საერთოდ რისთვის იბრძოდნენ თავისი შვილები რისთვის იღუპებოდნენ მაშინ თუ კი ასე ტრამპი მოდის ჰოპ აბა ეხა შენ დაუკდი მანდ რაღაცა ზედმეტი ამბიციები აქვს დიქტატორო ზელენსკი პუტინი კი არ არის დიქტატორი შენ ხარ ზელენსკი დიქტატორი ხვდებით აი ასეთ იდიოტობაში ვცხოვრობთ რა იმ სიმღერის არ იყოს გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარო აი მართლა ეგ მდგომარეობა რა გააჩერო დედამიწა უნდა ჩახვიდე საერთოდ ყველაფერმა დაკარგა აი გმირობა როგორც ასეთი თუნდაც ხო რომ აი იბრძვი თავდადებულად შენი ქვეყნისთვის აზროვნებ ყველა მთელ შენს ემოციას შენს ენერგიას დებ რაღაცაში შენი მსხვერპლი ამაო გახდა ხვდები დღეს გმირობა არის რამდენი მილიარდი გიდევ ჯიბეში და რაც უფრო მეტი გაქვს მილიარდი ჯიბეში მით უფრო მართალი ხარ ხვდებით აი ასეთი აი ამ ეს მოუტანა პრინციპში რეალურად აი კაპიტალისტურმა წყობამ აი ასე ნელ-ნელა და ეტაპობრივად ამ დონემდე მოიკიდა ფეხი ხვდებით რომ ადამიანს რომელსაც ჯიბეში ფული არ აქვს მაგრამ თავში აქვს ტვინი ის ადამიანი საერთოდ არაფერ ფასად არ ფასდება დღევანდელ ყოფაში ხვდებით აი ვისაც ბევრი ფული აქვს თუნდაც ლაყე კონდეს ის თავი ხო ის ფასდება და იმას აღმერთებდა კიდე ერთი რაღაცა მინდა დავამატო რომ აი იმ ადამიანებისთვის ზოგადად მე ძალიან შორს დგავარ ესე ადამიანების შეფასებისგან რომ ვიღაცა კარგია, ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კეთილია, ვიღაცა ბოროტია. მე მიმაჩნია რომ ყველანაირია რა. გარემოქმნის ადამიანს, მაგრამ აი ვის ეხა ხო ხედავთ არა, რამდენი გაბოროტებული ადამიანი განსაკუთრებით ეხა საქართველოს ხო საერთოდ ყრია. არ ვიცი ისე ასწორებენ და ჭამენ ადამიანებს და უკიდურეს ბოროტებას უშვებენ. პირიდან თითებით კაკუნით ამ კლავიატურაზე ხო ხედავთ ამ ყველაფერს. ვისაც კი რამე ბოროტი და ბოღმა ქონდა გულში, იმათვის ეს მდგომარეობა არის სრულიად აი ბოროტების ზეობა. ოდისეა აგეფიცები ჩვეულებრივი რა, რომ აი ხელებ აწეული ტაშს უკრავენ, ბრავო, ბრავო, ვაშა და ჩვენ თანაც ამ ეპოქაში წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ჩვენს ცხვირწინ გენოციდებს, იქ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, იქ საერთოდ გადაშენებაზე მიდის საუბარი, ამ გადანაწილების პროცესში თანაც დააკვირდით რა და ესენი ვაშა, ურა, კარგია, გესმის? ხვდებით რა დონეზეა საერთოდ აი წაბილწული სრულიად ყველანაირი ადამიანობა, ყველანაირი ღირებულებები, გაუკუღმართებული და ეს ყველაფერი მოხდა ერთ კვირაში. აი ერთ კვირაში შემოbrunდა, შემოტრიალდა თუ დააკვირდით ტრამპის განცხადებებიდან რაც ეს ზელენსკის ეტაკა და გამოლანძღა და ასე შემდეგ, რამდენიმე დღეც არ და 1-2 დღე დასჭირდა იმას, რომ შემოატრიალა ვინილი ყველამ აბსოლუტურად და დღეს გამოყავთ უკრაინა როგორც შავი ლაქა. ხვდებით? დღეს გამოყავთ უკრაინა როგორც დამნაშავე, რომ თავი არ დახარა და არ უთხრა იმ რუსეთს, რომ აჰა წაიღე ჩემი ტერიტორიები და აჰა კაი ოღონდომი არ დაიწყო და აღარ განვითარდები და ჯანდაბას კაცო ჩემი თავი დავრჩებით იმ რაღაცა სიბნელეში და აღარ არ გვინდა ეს ცივილიზებული სამყარო, აი ესეთ იდიოტობასთან გვაქვს ხალხოს საქმე ხვდებით? და ზელენსკი არის ცუდი კაცი, წარმოიდგინე. ანუ კაცი, რომელიც დღეს თავს იცავს და კაცი რომელიც დღეს თავს არ ხრის, რასაც ჩვენ ისტორიით გვასწავლიდნენ, ხო აი რა რით ვამაყობთ ჩვენი მეფეებით და რატო კაცო ლევან ბერძენიშვილი რო გამოვიდა და ერეკლე მეორეზე ხმა მოიღო, ჩაბჟირდით და გადაფიჩინდით, რას ქვია შენ ერეკლე და რითი რატომ მოგწონთ ერეკლე მეორე? იმიტომ ხო არა შემთხვევით რომ არ ხრიდა თავს და იმიტომ ხო არა რომ იცავდა და იმიტომ ხო არა რომ საქართველოს თავსევლებოდა ხომ ამას იძახით ყოველ შემთხვევაში ახლა აქ ისტორიულ მტკიცებულებებზე არ მაქვს საუბარი ხო ეს გეამაყებათ აი დღეს ზუსტად ეგ თავის დაცვა და დღეს ბრძოლა შენი სამშობლოსთვის დანაშაულად ითვლება ხვდებით დანაშაულად აი ამ იმპერიებს შორის რუსული იმპერია, იქ ამერიკა, ამ დიდ ქვეყნებს შორის, სადაც ხურდაში მიდის ამ პატარა ქვეყნების გადანაწილება, თუ ეს პატარა ქვეყნები თავს დაიცავენ, ეს დანაშაულად და სირცხვილად ითვლება დღევანდელ სოციუმში, გესმით? ამაზე უნდა იფიქროთ თქვენ მოქალაქეებმა სინამდვილეში, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მოქალაქეები? მთავარი კითხვა ეს არის. ვინ ვართ ჩვენ მოქალაქეები, ჩვენ თუ საერთოდ ვითვლებით მოაზროვნე არსებება, ჩვენ ვართ რაღაცა პატარა წერტილები, რომელიც სჭირდება ეკონომიკას, რომ რაღაცა იყიდონ, გაყიდონ, მაღაზიაში შევიდნენ, ბიზნესი გააკეთონ, იმიტომ რომ ეს აცოცხლებს ეკონომიკას. სხვანაირად ჩვენ მოქალაქეები საინტერესო არ ვართ ამ რგვალი მაგიდისთვის, რომლის გარშემოც მილიარდერები არიან.
თავშეყრილები ხვდებით და აი ესეთი რაღაცა ღმერთის როლიდან დაგუყურებენ ამ პატარა ჭიანჭველებს და სამწუხაროდ იცით რა არის, რომ აი ჩვენს მიერ არის შექმნილი ეს ყველაფერი რა, ჩვენს მიერ არის შექმნილი პროპაგანდით რომ გვაქვს გარყვნილი ტვინი, აი როგორც თითის წკაპუნზე სურთ, ისე რომ გვატრიალებენ თავის ჭკუაზე და გაგვდენიან დღეს აქციაა საჭირო და იმ აქციაზე დაგვაყენებენ. ხვალ არ არის ეს აქცია საჭირო და გამოგდენიან აქეთ. ხვალ რაღაცა შთაგვაგონებენ, შეგვაშინებენ იქ რაღაცა ქალია კაცი და ამ იდიოტობებით რო ვართ გამობერილები ზოგადად ამ მთელი ნაგავით რო გვაქვს თავები გამოტენილი ეს ამის ბრალია გესმით იმიტომ რომ იმათ ფული აქვს კაცო ჩაუგდებენ ტელევიზიას 1 მილიონს და დაატრიალებენ თავის ვინილზე და საერთოდ ისე შეგიცვლიან რეალობას ზოგადად აი როგორც COVID პანდემიამ იდეალურად აჩვენა COVID პანდემიამ ზოგადად ეს ყველაფერი ისე შეგიცვლიან რეალურად რატო ვიძახი COVID პანდემიამ იცით აი ხ დღეს რო დაგიტრიალოს ტელევიზიებმა რამდენი მილიონი ადამიანი კვდება სიგარეტის მოწების გამო აი ხ დღეს რო დაატრიალოს პროპაგანდა იცით რამ ხელა პანიკას დაატრიალებენ იმიტომ რომ მილიონობით ადამიანი იღუპება სიგარეტის მოწების გამო მთელი იმის რა ქვია თვის მანძილზე სხვათა შორის აი ამ ძალაზეა საუბარი ეს ტესტებია რეალურად ხვდებით იმას კი არ ვიძახი რომ მართლა რაღაცა ვირუსი არ არსებობდა უბრალოდ ბევრი რამე არსებობს კიბო არსებობს ბევრი რამე არსებობს შეიძლება რაღაცა ელემენტარულმა რამემ მოკლას 100,000-ობით ადამიანი მთელი თვის მანძილზე აქ პროპაგანდის დატესტოს როგორ ფუნქციონირებს საერთოდ ეს პროპაგანდა და აი ამის მიმართ რომ ხარ მოწყვლადი ადამიანი ხვალ რო თუნდაც ამაზე დაგიტრიალონ ახლა პროპაგანდა ჩაგაბდონ შოკში და გადაგაფიჩინონ აი ამის მიმართ რომ ხარ მოწყვლადი ადამიანი იმიტომ დაგადგება თავზე ეს ღმერთები და იმიტომ არ მიგიჩნევს არაფრად არასოდეს ამიტომ გმართებთ განვითარება განათლება აზროვნება თვითკრიტიკულობა ცალფაზიანები არ უნდა ვიყოთ ზოგადად იმიტომ რომ საქართველოში მაგალითად ეს ნაცი კოცი ცალფაზიანია ზოგადად ის ნაცი თუ არის всё აი ეს წინ ერთი ხაზი აქვს თავისი იქით გვერდზე რა ხდება საერთოდ კი არ გაიხეთ გამო კოციც იგივეა ერთი და იგივეა ეს ყველაფერი ზოგადად ხარე რო ხარ უკვე ცალფაზიანი ხარ ხვდები აი ამას რომ გაუმკლავდება ადამიანი და რაღაცით გაიმდიდრებს საკუთარ თავს მე არ ვიქრებით აი ესეთი საწყალი რაღაც წერტილები რომლის დანიშნულებაც არის მაღაზიაში შესვლა რაღაცის ყიდვა იმაში ბიზნესის გაკეთება იმიტომ რომ ეკონომიკას ასე აწყობს სულ ეს იყო მეგობრებო